სანამ ვიდეოს დავიწყებთ, ეს ვიდეო არის იქამდე ჩაწერილი, სანამ გლაციერის გავმაქსავდი და თუ კი ვიდეო არ გინახეთ, როგორ გავმაქსე გლაციერი 1 ლეველიდან 7 ლეველამდე მთლიანად ერთ ვიდეოში, გადაიდეთ და აუცილებლად ინახულეთ. ეხლა კი ვიდეო სტუდიაში. ეს რა ადგილია, ძმა, მგონი აქ არავინ მოსულა PUBG Mobile-ში. მეტაში იმ ბუნკერში რა ხდება? გიგონება და დიდი ლაბორატორია, ჩვენზე ცდებს ატარებდნენ რაღაცები, ეს რა ადგილია, ძმა? მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო იქნება ცოტა არ იყოს და უცნაური ვიდეო, რადგანაც ამ ვიდეოში გადავწყვიტე და წავსულიყავი იმავე ადგილზე, სადაც თავიდან სანამ არ დავიწყებთ სპაუნდებით, ანუ სპაუნ კუნძული, სადაც ყველა ელოდება 30 წამის მანძილზე, ვინც შედის PUBG Mobile-ში, მათ მისასვლელად დაგვრჩილება რა თქმა უნდა ერთფრენი ან გემი და რა ვიცი, მე თავი რო არ მოგაბეზროთ, მოდი პირდაპირ ვიდეო დავიწყოთ და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რა ხდება ზოგადად მაგ კუნძულზე, ვისაც კითხვები აინტერესებდა, ბევრს აინტერესებდა მაგ კუნძულზე რა ხდება და არ მიდიოდნენ, რადგანაც ეზარებოდათ რანკის და რაღაცების და ამიტომაც მე ჩემი რანკი გავწირე, ჩემი ისინი გავწირე, KD თუ რა მნიშვნელობა არ აქვს მოკლედ და გადავწყვიტე ჩემი წავსულიყავი და მენახებინა თქვენთვის თუ რა იმყოფებოდა იმ კუნძულზე. მოდი ახლა კიდე გადავიდეთ, როგორ მივედით იქამდე. ნუ ცოტა ხანში იგივე ადგილზე დავბრუნდებით, სადაც ახლა დავსპაუნდით, იგივე აი ამ კუნძულზე ვლაპარაკობდი, სულ რაღაც ძალიან ცოტა ხანია დაგვრჩა სანამ თვითმფრინავი აფრინდება და იგივე კუნძულზე გამოვფრინდებით, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით 20 წამი გადარჩა და ვნახოთ აბა როგორ განვითარდება მოვლენები. ნუ აქ დრო არ დავკარგე დაშვებისთანავე ეგრევე ჩავჯიქი მანქანაში, გამიმართლა და ეგრევე მანქანაში ვხვდა გზაში და გავეშურე ერთფრენის საძებნელად ან გემის, მაგრამ ადვილი არ იყო ნამდვილად ძალიან დიდი დრო დამჭირდა სანამ რომელიმეს ვიპოვიდი და საბოლოოდ როგორც ხედავთ ვიპოვე. აბა დრო წავიდა, ეხლა ავეშვებით და მოვჭი. ნუ როგორც ხედავთ კუნძულს უკვე მივახროდით, ხოლმე დაშვება გადაგვჭა, დავეშვებით და დავათვალიერებთ გარშემო რა ხდება. ესეც ასე როგორც ხედავთ, დავეშვით ჯერჯერობით არაფერია, ზუსტად იგივე ევენთებია, როგორც სპაუნზე ჩნდება ხოლმე, მაგრამ განსხვავება ის არის, ვაკასრა შემიძლია. აგე როგორც ვიცი, ტყუები ალაგია ხოლმე ყოველთვის, აი ყოველთვის ვინაც არის ის აქ ყოველთვის ტყუები ალაგია, როდესაც სპაუნდები და როგორც ხედავთ, იგივე ტყუები აქ არის და ნახეთ პროსტა უბრალოდ რამდენი ტყუები ალაგია, ჩვენ რა თქმა უნდა ავიღეთ ამ წვანე ტყუებს, რადგანაც ამ კუნძულიდან თუ დავაღწიე თავი და ზონა არ გადამიარა, ვაპირებ, გავაგზავნე თამაში და შევეცდები რომ მოვიგო მაინც და ნახოთ ახლა აქ რა ხდება, აქ ისე ტყუებია, დიდი არაფერი განსაკუთრებული და მოდი აბა იქით ხარეს გადავხედოთ რეები ხდება. ნუ როგორც ხედავთ, აქ იგივე შენობებია, სადაც სასნო კამილიტა ბაზაზე არის ხოლმე, ნახოთ ახლა იგივე ლუთია თუ არა, ჩემი აზრით ზუსტად იგივე იქნება. აქ იარაღები წრია დაჟე, ჩვეულებრივად, ანუ ჩვეულებრივი ადგილია, როგორც ანუ ჩვეულებრივი სადაც ეშვები ხოლმე, იგივე ადგილია სპაუნის ადგილი, მაგრამ განსხვავება ის არის, როდესაც სპაუნდები მაგ დროს იარაღები არ არის ამ ადგილებში, ადრე მახსოვს გავტესტე და იარაღები არ იყო, ვა, აქ მეთქი გაია. არ იყო, მაგრამ როდესაც უკვე ბრუნდები ამ ადგილზე, იარაღები ჩნდება რა. მაგრამ რატო გააკეთეს ეს ყველაფერი? არ ვიცი. რატო, ანუ იმიტომ რომ დაპროგრამება უნდა რომ აქ იარაღები გაჩნდეს, მაგრამ უკვე გაითვალისწინეს დააპროგრამეს რომ აქ იარაღები გაჩენილიყო, მაგრამ რატო დააპროგრამეს? ეგ ნამდვილად არ ვიცი ამის ისტორია და ნახოთ აბა სხვა ადგილებში რა ხდება. ნუ ფაქტობრივად როგორც ხედავთ, ზუსტად იგივე ადგილებია, როგორც სასნო კამილიტა ბაზაშია, რასაც ქვია რეპლიკა აღებული, ზუსტად იგივე შენობები, ზუსტად იგივე გარემო, იარაღებით ჩვეულებრივად ყრია, ზონა უკვე გადაგვივლის და ნახეთ უბრალოდ რამდენი მეტრი გვინდა რომ უკან გავტრიალეთ, 2800 მეტრი გვინდა რომ უკან გავტრიალეთ, იმედია აქ არ მოვკვდებით, რა თქმა უნდა, ჰილი ავაგროვე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, აქ ჰილი არა, აქ საწვავსაც ავიღეთ, საწვავი ძალიან საჭიროა და ჰილი ძალიან მნიშვნელოვანია, საწვავით საჭიროა და აგერ ზონაც გადაგვივლის. ვაიმე, კაცი. ხო არ გადავხანო, აქ ბოტებით სპაუნდებიან. ეს არ ვიცოდი, ანუ აქ ბოტებით სპაუნდებია, ეგ ცოტა არ იყოს აუცნაური, როდესაც დაინახავთ, ანუ ბოტი ზონაში დაინოკა, ანუ შეიძლება იყოს, რომ ამ ზონაში დაინოკა და ვნახოთ აბა ახლა სხვა ადგილებში რა ხდება. ნუ აქაც დიდად არაფერი მნიშვნელოვანი, უბრალოდ ლუთი და შენობებია. ნუ ასე გამოიყურება ეს ადგილი ზემოდან, დიდად განსხვავებული არაფერი არ აქვს, მაგრამ რატომ შეაკეთეს ეს ადგილი, აგერ მაპი არის, სადაც ერანჯელია, რატომ გააკეთეს ეს ადგილი, ნამდვილად არ ვიცი, იქით აკეთ, ესენია, იქით ბუნკერია, მაგრამ ბუნკერში ახლა ჩავალთ და ზონამაც გადაგვიარა, იმედია ყველაფერს დათვალიერებას მოვასწრებთ. ნუ როგორც ხედავთ, აქ ასვლა შემიძლია წესით, აქ ასვლა, აქ ამოსვლა შეუძლებელია, მაგრამ როგორც ხედავთ, ეხა შესაძლებელია, ანუ საიდუმლოდ კი არა. უცნაური ბარიერები არ გააკეთეს, უჩინმაჩინი ბარიერები, შეგიძლიათ ჩვეულებრივად ამოხვიდეთ და ეხლა კიდე რაღა დაგვრჩენია, რომ ბუნკერში ჩავიდეთ. ნუ როგორც ხედავთ, ბუნკერი ზუსტად იგივეა, ერთი ოთახის გარდა, რომელიც აი ესე გამოიყურება, შიგნით როდესაც შედიხარ, არაფერი არ არის, საერთოდ ეგეთი ოთახი მგონი არ არსებობს და როგორ დაგვრჩენია, რომ დავბრუნდეთ კუნძულზე, რადგან ზონამ ძალიან გადაგვიარა და ნახოთ ეხლა როგორ მოვახერხეთ გასვლა აქედან. აქ კიდე შევძელი უპრობლემოდ უკან დაბრუნება. აქ დაშვებისთანავე შევამჩნიე, რომ ხალხი ისროდა და გადავწყვიტე დარჩენილიყავი
და შევებრძოლებული ყავ რადგანაც როგორც ხედავთ მაგ 1 ქილი და შევეცდები რაც შეიძლება მეტი ქილი გავაკეთო. ნუ აქეთ ხარის როგორც ხედავთ მანქანა დაიშვა შევეცადე ეს კაციც და მე უკვე 3 ნუკი მყავდა და იქით ხარესაც ისროდნენ და გადავინაცვლე იქით ხარისგანაც მენახე რა ხდებოდა. აკი შუა ფაითში შევეცადე გამომეტყულებინა ჩემთვის რადგანაც მე ჰედშოტით მომეკლა და როგორც ხედავთ ვერ მოვახერხე ჰედშოტით მოკლა მაგრამ დავაფინიშე მაინც დავმოკე უბრალოდ და იქით კაცები გადარბოდნენ გადავთვალე რომ 3x სკოპში როგორც ყოველთვის ჩაუწექი და შევეცადე ეგას დამენოყა რაც საკმაოდ კარგად გამომივიდა ცოტა არ იყოს და აგერ იქით თავისიანი ეხმარებოდა მაგრამ თავისიანსაც იგივე ბედი ეწვის აგერაც უცებ მამასაც დავნოკავ ვახ ვერ ნოკავ აუ არა არ გამომივიდა დანოკვა ვახ ტყვევიც მითავდება გაქცევას ცდილობს და ვერ მოახერხე ამის დანოკვა ზონაში წასვლა სოპირიადი როდესაც უკან ისევ სრულად და ამიტომაც მე უკან დავაპირე დარჩენა და აგერ ერთ კაცს დავინახე დანახვის გარეშედაც შევეცადე დამენოკა მაგრამ ვერ მოახერხე ამიტომაც მეორეც დავცადე აგერ აუ ძალიან დარხეს ეს კაცი ჰედშოტით დავნოკე მშვენიალური ზონაც მოდის ჩვენსკენ აგერ მეორეც დავნოკე ჯემატო ნახე რა კაი რეკოილი მაქვს აგერ მეორეც დავნოკე აგერ მესამესაც დავნოკავ ისე რომ არც კი შევამჩნევ საითკენ არის აი ეს ხმით მიხვდები რომ აქეთკენ არის მესამეც დავნოკე და მშვენიალური 3 კილი ადვილად გავაკეთე ხლა კიდე ზონაში შევალ და ნახავთ რა მოხდება იმედი ამ ხერს მოვიგებ ვახ იქით მანქანები შევამჩნიე სამარაუდოდ 3-4 კაცი მაინც იქნება და ჩაუწექი შევეცადე რომ ყველა დამენოკა და აი საიდან გადმოხდა ეს კაცი რომელმაც დავნოკა და დამაფინიშა კიდევაც მაგრამ ეგ არაფერი მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო თუ მოგეწონათ ეს ვიდეო უცბლივი დალაიქეთ და კომენტარით და გამოიწერეთ ჩემი არხი ასევე შემოდით არხის დისკორდზე რომელიც იქნება ლინკი აღწერაში რა თქმა უნდა და ასევე იქნება ჩემი არხის ბიოში აპინული და ასევე დამიწერეთ თუ არსებობს კიდევ PUBG Mobile-ში საინტერესო ადგილები შევეცდები მივიდეთ და გადავიღო და აი მეგობრებო თავს აღარ მოგაბეზრებთ მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის